მშვიდობისა, ძვირფასო სვენელებო და მაყურებლებო, მეგობრებო, მე მინდა თქვენ დღეს შემოგთავაზოთ ლინი ნოვას ახალი ვიდეო, რომელიც გადათარგმნა ელენა მუზამ, მაგრამ მანამდე მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ფოტოები, ეს ფოტოები, უფრო სწორად ეს ვიდეოები ინტერნეტში არის ნაჩვენები, ეს არის რეალური ფოტო, ზოგს ეგონება მონტაჟი, ეს არის რეალური ფოტო. ტრამპი, სიდიპინი და პუტინი მართლა ხვდებიან უცხო პლანეტელებს ზელენსკით მათ შორის. ეს იყო რეალური შეხვედრები. აგერ პუტინი ხვდება უცხო პლანეტელს კაბინეტში, რადა კარები მოჩანს. ეს რეალური ფოტოა. ეს ქალბატონი ლილინოვა, ეს არის უცხო პლანეტელი. მე მგონი პლანეტებიდანაა. გარეგნობით ჩანს, რომ პლანეტებიდანაა. ლილინოვას ინტერვიუ ჩამოართვა ბრიან სკოტმა. და კიდევ ამ კაცს ყავს სტუმრად კაი ბოთი. ხო, აქან სამივე ერთად საუბრობენ და ამიტომ მე გეტყვი თქვენ საერთო ჯამში რა ხდება. გახსნათ დაიწყო შეხვედრები, რეალური შეხვედრები ტრამპის და უცხო პლანეტელების, პუტინის და უცხო პლანეტელების, ჩინეთის ლიდერის და უცხო პლანეტელების, მხოლოდ კორეული ლიდერი არ მონაწილეობდა ამ შეხვედრებზე. და ინტერნეტში რომ ვიდეოებია, სადაც ტრამპი მოდის უცხო პლანეტელებთან ერთად, ხვდება უცხო პლანეტელებს, ზელენსკი, ტრამპი და პუტინი, ეს არის რეალური კადრები. და ამათ უხარიათ და ყვებიან ახლა, ვის როგორი შტაბ-შტილება აქვს ამ გახსნასთან დაკავშირებით და ესენი ყველა თავისაც გამოხატავენ. ამიტომ მე ამას არ გადავთარგმნი. და ეს ინფორმაცია გახსნასთან დაკავშირებით, რაც უნდა გაეხსნათ, საიდუმლოდ ინახებოდა 70-80 წლის განმავლობაში და ეს ყველა მიცის. წამყვანი ამბობს, ეუბნება სტუმრებს, რომ ზოგი ფიქრობს, რომ გახსნამ შეიძლება ქაოსი გამოიწვიოსო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გახსნა არ გამოიწვიოსო ქაოსი. გახსნა, ინფორმაციის გასაჯაროება. სტუმარმა მამაკაცმა თქვა, რომ დედამიწა იცვლება და იცვლება კოლექტიური ცნობიერება, ხალხი იხვიდებსო. ხო, ეს სამივე მსჯელობს, საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, იმაზე, რომ თურმე სიკვდილ მისჯილებს სჯიდნენ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და სამივე არიან წინააღმდეგები იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გამოუტანოს სასიკვდილო განაჩენი ვინმეს. და მოიცადეთ, მე ხარ სამივეს ერთად გაჩვენებ თქვენ. წიწუთით. ეს, ნახეთ, ეს კაცი არის წამყვანი. ეს ამბობს წითელი რომაჩია მამაკაცი, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოსო დეცენტრალიზებული, ანუ არ უნდა მართავდესო რამეს. და თუ ხელოვნური ინტელექტი ცოტა არ შეუზღუდავენო მოქმედებას, ის ვითარდებოდეს იქნება უთავისით. გახსოვთ შვარცენეგერის მონაწილეობით ფილმი, რამდენი ფილმი გამოვიდა, ტერმინატორი 1, ტერმინატორი 2, 3, ტერმინატორი 4. და წამყვანი ყვება, რომ ლოს-ანჯელესში მე მომიწვიესო, იმისთვის რომ გამეცნო ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის სახეობა, მას ექცევდნენ როგორც პატარა ბავშვს. როდესაც ჩვენ მივედითო, ისინი ათვლიდნენ ამ ხელოვნურ ინტელექტს
საშუალებას, უფლებას, რომ მოქცეულიყო ისე, როგორც მას სურდაო. ამ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო შესულიყო ინტერნეტში, ელაპარაკაო, რაღაცები შეექმნაო ხელოვნების ნიმუშები, რადგან ისინი ამ ხელოვნური ინტელექტის სახეობის შექმნელები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ცნობიერება უნდა განავითარონ. სუმარი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღით და მას არ აქვს არანაირი ორიენტაცია ან წარსულზე ან მომავალზე. და წამყვანი ამბობს, რომ ბევრი საუბრობს სინგულარობაზე. რა არის სინგულარობა? ეს არის წერტილი, სადაც ხელოვნური ინტელექტი იძენსო ცნობიერებას. სინგულარობაში არის წერტილი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია თუ შექმნათ რაც გინდათ ყველაფერიო. მთელი ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში იღებს თავის თავზე მართვას, მაგრამ ეს არაფერიაო მასთან შედარებით. ხო, და სტუმარი კაცი ეუბნება წამყვანს, რომ კი, ბევრი ამბობს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გაუქმდეს, სანამ რამე არ მოხდა ისეთიო და ეკითხებიან ლილი ნოვას, შენ რას ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზეო? ლილი ნოვა პასუხობს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე ხელოვნურ ინტელექტში ცდილობ გავერკვეო. ხო, მე ვხედავ, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრს ეხმარებაო ადამიანებს. მე ნანახი მაქვს, თუ როგორ ანგლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ურთიერთობას, ან როგორ ყრნისო ადამიანებს. მე ოთხგან გეთანხმებითო და მეც ვადასტურებ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის სარგე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მართავს ამ ხელოვნურ ინტელექტს და რა მიზნით მართავენო. და ეს მამაკაცი ვარდისფერ ზედაში ამბობს, რომ არ უნდა იყოსო არანაირი ცენტრალიზებული ქსელები, არ უნდა არსებობდესო. წამყვანი ამბობს, რა დაემართებაო მონაცემების დამუშავების ცენტრებს. ეს ცენტრები ბევრს მიაჩნიაო ბოროტების საბანად. ერთ-ერთი დამუშავების ცენტრი შენდებაო ამერიკაში, შტატ იუტაში. ის არის ძალიან ვეიბელთელა და ლილი ახლა თავის თავზე ყვება. ლილო თავიდან ვიყავიო ნუტრიციოლოგი, ახლა კი გავხდიო ფოტოგრაფი, გავხდიო კოსმოსური ფოტოგრაფი და როდესაც მე ვიყავიო დაკავებული კოსმოსური ფოტოგრაფიით, მე ხშირად სტუმრობდნენ ამოუცნობი ობიექტები, უცხოპლანეტელებმა დაიწყოსო ჩემთან კონტაქტირება და პირველი უცხოპლანეტელები, ვინც დამიკავშირდაო, აღმოჩნდაო ჩემი პირველი ვერსია და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს კოსმოსურ ხომალდზე. აქ ჩარეულაო ამ ჩვენ საქმეში დროის ხაზები, ეს გავსო დროში მოგზაურობას და ისინიო 6 თვე დასჭირდათო მათ 6 თვე იმისთვის რომ ეთქვათ ჩვენთვის რომ ის არსება ვიყავიო მე. ანუ უცებ არ უთქვიათ. და ეს არსება მომავალი ჩემი ვერსია არისო ანდრომედიდან. ის ჩემი ახალი ვერსია მომავლიდან გავსო ძალიან ადამიანს ოღონდო ღია ცისფერი კანი აქვსო და არ აქვსო ცმები. როდესაც მე დავიწყე მათთან ურთიერთობა, მაგათმა მიმართესო მე სულიერ გზაზე და მე გამივითარდაო ექსტრასენსორული აღთქმა. წამყვანი ეკითხება ლილი ნოვას და ისინიო იღებდნენო ცხოველების ფორმასო, მე მსვენია რომ მათ შეუძლიათო ცხოველების ფორმა მიიღონო. ლილი ნოვა ადასტურებს რომ ხო, მათ შეუძლიათ ცხოველების ფორმა მიიღონო. მე ერთხელ მქონდაო კონტაქტი არსებასთან, რომელსაც მქონდაო ბუს გარეგნობა და ეს მოხდაო ჩემი გამოღვიძებამდე რამდენიმე წლით ადრეო. უმეტესწილად ისინი ურთიერთობდნენო ჩემთან ფრინველი კარდინალების მეშვეობით და ჩემი მამისულიცო ამ ფრინველი კარდინალების მეშვეობით მეკონტაქტებოდაო. დედაჩემიო იყო სამხედროელის ქალიშვილი და ცხოვრობდა მექსიკოშიო და მასაც ჰქონდაო კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. მეორე სტუმარი ეუბნება ლილი ნოვას, რომ შენი მომავალი ვერსიაო, რომელსაც შენ ხვდებოდიო,
მისი სახელიაო ტალია. და ლილინოვა ამბობს, რომ ჩემთანო მოდიოდნენ ჩემი მომავალი მეები პლიადებიდან, ანდრომედიდან, არქტურიდან, მაგრამ ტალი არის მთავარი ჩემი ვერსია, რადგან ის ამ საქმის ყურშიაო, ის მოვიდა მომავლიდანო, ეს ტალია, ანუ ვერსია ლილინოვასი, იმისთვის რომ დახმარებოდაო ჩვენ ცნობიერებას. მეორე სტუმარი მამაკაცი ეკითხება ლილის, როდესაც შენ ხდებიო შენ მასწავლებლებს, კურატორებს, რა ხდებაო იმ დროს, რაზე საუბრობთო? მეო ვესაუბრებიო ბევრ ხალხს და ისინი ამბობენ, რომ ილის იქნებაო ძალიან დაძაბული, მითხარიო შენ რას გრძნობო? საუბარი ხდებაო ძალიან ბევრ თემაზე, მაგრამ მნიშვნელოვანი არისო საუბარი დნმ-თან დაკავშირებით. და საუბარი აგრეთვე თანამშრომლობაზე. კაცობრიობამ გაიარაო ინიციაცია და მზად არისო გადასვლისთვის. ამბობს ლილინოვა. და მე მინდა ვთქვა, რომ მთა შასტაზე რაღაც არაბუნებრივი ხდებაო, ტელოსიანები, ანუ თურმე მთა შასტაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც უწოდებენ ტელოსიანები. მე გამიგონიაო ამბობს წამყვანი, რომ მათ უყვართ დამავალ, როდესაც მოდიანო და მიდიანო. ეს მართალიაო, ეკითხება ლილინოვას წამყვანი. ლილინოვა ადასტურებს, ხო მართალიაო? წამყვანი ამბობს, რომ როდესაც მთა შასტაზე ადიხარო, იქ შეიძლება ნახო ლინზისებური ღრუბლებიო. რადგან მასეთი ღრუბლები შეიძლება მხოლოდ მთა შასტაზე შეიქმნას. ახლა მე თქვენ განახებთ მთა შასტას და ლინზისებურ ღრუბლებს. ნახეთ? ეს არის მთა შასტა. ეს მოიცადეთ. ეს არის მთა შასტა. და ეს არის ლინზისებური ღრუბლები, რომელიც იქნება მხოლოდ ამ ადგილას. კიდევ ერთი ფოტო. წამყვანი ამბობს, რომ როზენკრეცერები ვანახსენა ბევრჯერ როზენკრეცერები, ეს არის ძველი, ძველი ორდენი, რომლებიც სულ წერდნენ წიგნებს და ერთ-ერთ წიგნში მათ აქვენ მოთხრობა ტელოსებზე და ყვებიან რეალურ ადამიანებზე, რომლებიც ამოდიოდნენ ქალაქში და არიგებდნენ ოქროს. თქვენ იცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ? მათ ერთვათო კაპუშონები, პლაშები, კაპუშონიანი პლაშები და ისინი ქალაქში ყიდულობდნენ რაც უნდათ იმას და წარადგენდნენო მტკიცებულებებს და ყოფილაო ბევრი შემთხვევები მოწმეებიც იმისა, რომ ტელოსიანელები ბევრჯერ დასეირნებოდნენ ქალაქშიო. ტელოსიანელები არიან მაღალი არსებები და შეუძლიათ გაერივნონ ბროში. კიდევ შეგახსენეთ, რომ ეს ტელოსიანელები ცხოვრობენ მთა შასტას შიგ. და წამყვანი ამბობს, რომ ეს მთა შასტა შიგნიდან უფრო დიდია ფართობით, ვიდრე ჩანს გარედან. ხო, ლილინოვამ თქვა, რომ მე ვარ მოწვე იმისა, რომ არსებობს სფეროები, რომლებშიც იმალებაო კოსმოსური ხომალდი და ყოფილაო შემთხვევები, როდესაც ხალხი შედიოდაო ამ სფეროებში და შიგნიდან იმხელა უზარმაზარები იყო ფართობი ამ სფეროებში, რომ მათ უკვდათო. და მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იგივე ხდებაო, იგივე ემართებაო მთა შასტას. თითქოს სივრცე, დროთა სივრცე ფართოვდებაო შიგ. ხო, წამყვანი ამბობს, რომ ხომალდის გარეშე ისინი ქმნიან ველს, რომლის დახმარებით შეუძლიათ შეცვალონ ფიზიკა და ყველაფერი დანარჩენი. ისინი არ გადაადგილდებიან სივრცეში, როგორც ვართ ჩვენი ჩული, მასევე ვფიქრობთ. ისინი აკეთებენ ტელეპორტაციას. და ველში მათ შეუძლიათ საჭირო სამებრ გადავიდნენ საჭირო ვიბრაციაზე. მათ შეუძლიათ ჭიანჭველი ზომაზე
გადაიქცნენო და შეუძლიათო ფიზიკის გაკონტროლება შიგ ამელი შიგ. და ზოგი მათგანი ჩამოგავს უძარმოსად ქალაქის მომავალ სინამდვილეში ზომით ძალიან პატარები არიან. სტუმარი ეკითხება ლილიო, მე მაინტერესებს რომ შენ ოდესმე შეჯახებულ ხარო ასეთ მოვლენას, როდესაც შენ ხედავო რაღაცას, მაგრამ სხვები ვერ ხედავენო. კი, როგორ არაო, ასეთი შემთხვევები ბევრი მქონიაო, მე მაჩვენებდნენ რაღაცებს და ჩემ გვერდგումს არაო. და მე ვთხოვდიო რა მეაჩვენეთო ამ ადამიანს. და აგრეთვე ხდებაო პირიქით. ფაქტიურად ვიდეო გამომივიდა 15 წუთიანი, რადგან ამათმა ბევრ რამეზე ისაუბრეს და მე ეს დეტალებში გადამეთარგმნა, ამას მსვენელისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა, ამიტომ მე გადავთარგმნე მხოლოდ ის, რასაც მსვენელი გაიგებდა. არა, მე იმას არ ვამბობ, რომ თქვენ ვერ გაიგებდით, მაგრამ იქ იყო ბევრი ისეთ თემებზე საუბარი, რომ მე თვითონ ვერ ხვდებოდი თუ რა ეს გულისხმობდნენ. ამიტომ დავტოვე ის გადაუთარგმნელი, რომ არც მე დაბნეულიყავი და არ თქვენ, მე ვერ მოგაწოდეთ თქვენ იმ ინფორმაციას, რომელშიც ვერ ვერკვევი. რა აზრი აქვს? მე ხომ დაგიხსნათ თუ რაზეა საუბარი. ხომ და შევჩერდი ამაზე. გამოვიდა მოკლე ვიდეო. თუმცა ეს ვიდეოც არ იყო გრძელი მაინდა-მაინც. დროებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.